მოგესალმებით. Am ვიდეოში ჩვენ ზოგადად თვალს გადავალებთ სამუშაო ვიდეოს, ანუ დესკტოპს. ნებამოწმე ასე მოვიხსენიებ მას. როდესაც Windows-ს ჩაიტვირთება, მაშინ გამოჩნდება ეგრეთ წოდებული დესკტოპი. ანუ რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ ეკრანზე, აი ეს არის მთლიანად სამუშაო მაგიდა. ზოგიერთის განმარტებით დესკტოპი შედგება taskbar-ისაგან და დანარჩენი სკრინისგან, ზოგიერთის განმარტებით კი taskbar-ი არ არის დესკტოპის შემადგენელი ნაწილი, თუმცა ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. taskbar-ი არის ეს ქვედა სამუშაო ზოლი, ანუ სამუშაო პანელი, რომელსაც თქვენ ხედავთ, რომელიც თავის მხრივ მოიცავს სტარტის რელაქს, რომელსაც შემდეგ განვიხილავთ უფრო დეტალურად სხვადასხვა პროგრამებს, თუ გინდა რომ იყოს ასეთი ჩალაგებული საათი, ხმის მარეგულირებელი, ენის მარეგულირებელი და ასე შემდეგ. რა ხდება ახლა დესკტოპზე? დესკტოპზე გვაქვს სამი ესეთი პატარა ეგრეთ წოდებული აიკონი, ქართულად ხატულას ეძახიან, თუმცა იმდენად ცუდი ტერმინია ჩემის აზრით, რომ მე აიკონით მოვიხსენიებ. მოკლედ, გვაქვს სამი აიკონი. ნებისმიერი საქაღალდე იქნება ეს თუ იქნება ჩვეულებრივი ფაილი, შეიძლება გამოსახული იყოს ჩვენს დესკტოპზე. აი მაგალითად ეს პროგრამა როგორც ხედავთ. როგორ შეგვიძლია ახლა მანიპულირება რომ მოვახდინოთ ამ ფაილებზე, ანუ აიკონებზე, მოდი გავაიგივებ ამ ეტაპზე. ანუ როგორ შეიძლება ისინი გადავიტანოთ ერთიდან მეორე ადგილზე, ბუნებრივია ამის სურვილი ექნება ნებისმიერ მომხმარებელს. პირველი და ყველაზე მარტივი გადაადგილება ხდება მაუსის ჩავლებით და ნებისმიერ ადგილზე გადატანით. თუმცა, სადაც ახლა ჩვენ ვყოფებით ამ დესკტოპზე, გასაგებია როგორ გადაადგილდება ფაილი, მაგრამ თქვათ გვინდა რომ ეს ფაილი გადავიტანოთ სხვა მისამართზე, კომპიუტერში, ან სხვა დირექტორიაში, მაგალითად აი my computer-ს გავხსნი და ვთქვათ C disk-ზე მსურს რომ გადავიტანო ეს Camtasia Studio. პირველი ყველაზე მარტივი გზა ამისთვის არის ჩავულებთ მაუსის მარცხენა ხილაკით, ისე რომ არ აუშვებთ და გადაგვაქვს ჩვენ სასურველ ადგილზე კონკრეტულად C disk-ზე პირდაპირ და როგორც ხედავთ გადმოვიდა, ანუ ეხლა მე რაც გავაკეთე, ეს იგივე არის ეგრეთ წოდებული cut-ი. ანუ ამოვჭერეთ მიმდინარე დირექტორიიდან და ჩავწერეთ იქ სადაც ჩვენ გვსურდა. მოდით დავაბრუნებ უკან და განვიხილავ სხვადასხვა მეთოდებს ფაილების სამოძრაოდ. ასევე ძალიან სტანდარტული არის როდესაც მაუსს მივიტანთ ამ აიკონთან, მარჯვენა ღილაკს დავაჭერთ და პატარა კონტექსტური მენიუ და ხედავთ რომ აქ მრავალი ფუნქცია, თუმცა ჩვენ გვაინტერესებს copy. Copy აკეთებს გადაწერას და როდესაც ავირჩევთ მას, ეს ფაილი უკვე დაკოპირებულია რუპერში და იცის ოპერაციულმა სისტემამ რომ უნდა ჩაწეროს სადღაც. თქვათ ისე უხსოვს C disk-ზე ჩაწერა, შევიდეთ მარჯვენა ღილაკი და გამოვასწრებ პატარა კონტექსტური მენიუ მარჯვენა ღილაკზე გაჭერისას და აქ დავაწვევით paste, ანუ ჩასვას. და როგორც ხედავთ, ეს ფაილი გადმოვიდა სასურველ ადგილზე, თუმცა ისე რომ არ წაშლილა ძველი მიმდინარე დირექტორიიდან. მოდით ახლა მე მას წავშლი ისევ და განვიხილოთ რა არის cut-ი. ისე მარჯვენა ღილაკზე დაჭერა და დავაჭიროთ cut-ს. თქვათ ისევ შევდივართ C disk-ზე, მარჯვენა ღილაკი, paste. განსხვავება არის ის, რომ ფაილი ისევ გადმოიწერა, თუმცა საიდანაც გადმოვწერეთ, იქ აღარ არის. ანუ ამოვჭერეთ, რეალურად გადავაადგილეთ ისე. მოდით ისევ დავაბრუნებ, რადგან მე დამჭირდება მანიპულირებისთვის და გავაგრძელოთ ჩვენი ვიდეო. როგორ ხდება ფაილების წაშლა? ხო, სანამ ფაილების წაშლაზე ვისაუბრებდე, ვიტყვი რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მაუსით სრულდება, შეგვიძლია განახორციელოთ კლავიატურით ეგრეთ წოდებული keyboard shortcut-ებით. მოკლედ copy და paste, რომელიც აი აქ ჩანს, ისე copy და cut-ი უკაცრავად, რომელიც აქ ჩანს, შეგვიძლია გავაკეთოთ Ctrl-C და Ctrl-X-ით. Ctrl-C არის copy, Ctrl-X არის cut. ხოლო ჩასმა, ანუ paste ხდება Ctrl-V. ახლა მე განვიხილავ ფაილების წაშლას ზოგადად და დანარჩენი შემდეგ ვიდეოში. აი მაგალითად გსურს ისევ ამის წაშლა დესკტოპიდან. ვაჭერთ მარჯვენა ღილაკს
და შემდეგ კონტექსტურ მენიუში ვიჩერდ delete-ს. ამ დროს გვეკითხება ოპერაციული სისტემა გსურს თუ არა მისი წაშლა, ვეთანხმებით yes. სად წავიდა ფაილი ისმის კითხვა. ფაილი აღმოჩნდა ჩვენს recycle-ში, ანუ სანაბო ყუთში, რომელსაც ჩვენ ვიდეოში დავუბრუნდები. ახლა კი დროებით უცებ აღვადგენ. ეს რა ყოფილა, ამას აღვადგენ. და ანალოგიურს გავითამაშებ კლავიატურითაც. მოვნიშნავთ ფაილს, მაუსის მარცხენა ხილაკზე დაჭერით, შემდეგ კლავიატურაზე delete ხილაკს, ანუ წაშლას ვაჭერთ და ანალოგიურად გვეკითხება წაშლა თუ არა. yes და ფაილი კვლავ წაშლილია. გამშვიდობებით შემდეგ ვიდეოში განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს.